წლის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რუსეთზე უკრაინამ ოკუპანტებს 660 დრონით შეუტია. იერიშის მასშტაბურობას თავად კრემლი აღიარებს. გასულ ღამეს ტულის ოლქში ქიმიური ქარხანა ანექსირებულ ყირიმში კი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დისლოკაციის ადგილები და აეროდრომი დაიბომბა. რუსეთის საწვავისა და ენერგეტიკულ კრიზისშია. ზელენსკიმ გუშინ ოფიციალურად დაამტკიცა უსაფრთხოების სამსახურის 40 დღიანი ოპერაცია, რომლის მიზანია რუსეთს ომის დასრულება აიძულოს. ლოტკინზე იმ სკვერის მოწყობა, სადაც მოზარდ რკინის კონსტრუქცია დაეცა 691,000 ლარზე მეტი დაჯდა. ინფორმაციას ირაკლი აბესაძე ავრცელებს. მისივე ცნობით სარეკრეაციო სივრცე მოაწყო კომპანიამ, რომლის რეაბილიტირებულ სტადიონზეც ნიქოზში 2023 წელს არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. კიშინიოვის სკვერში დაშავებული 14 წლის გოგო კომაშია. ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით საქანელა სხვა მოზარდებმა დააზიანეს და შემთხვევაც ამის გამო მოხდა. 13 წელია ბუნებრივი მატება არ გვაქვს გადაშენების პირას ვართ, განაცხადა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა BMG-სთან ინტერვიუში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მოსახლეობის მატება თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა. სხვა დანარჩენ რეგიონში რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირებულია. კობახიძე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა. ტურავა მანამდე 5 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა.